მოგესალმები, დადგა სამშაბათ საღამოს 9:30 მე გახლავართ გიორგი დარესელი და წელს იქნება ევროპული კალენდრით ბოლო გადაცემა 2016 წლამდე და აუცილებლად მინდოდა რომ სასულიერო პირებს დაელოცათ ადამიანები, მრევლი და საქართველოს ყველა მოქალაქე და გვესაუბრათ თუ როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს, რა უნდა გავითვალისწინოთ, რა არა და ამასთან დაკავშირებით სამი მოძღვარი ყავს სტუმრად და ძალიან მიხარია მე რომ ეს მოძღვრები არიან მამა დავითი და მამა გიორგი თქვენ იცით ეს ადამიანები ჩემთან ყოფილან ხშირად და ძალიან დიდ მადლობას მოგახსენეთ მამებო მობზანებისათვის თუ შეიძლება რომ დაგულოცოთ ღმერთმა დაგლოცოთ მრავალ ახალ წელს მრავალ სიხარულს დაგასროთ მთელი ერი და ჩვენი სიყვარულის რა ვიცი ჩვენი უცხოეთში მყოფი ქართველების დაბრუნების წელი ყოფილიყოს წარმატებების წელი ყოფილიყოს და განსაზღვრებში მყოფი ხალხის შვების წელი ყოფილიყოს რა სიხარულს უსურებ ყველა სიხარულს ეს ყველაზე მთავარია დიახ, უღრმესი მადლობა. დიახ, მამაო, თუ იტყვით თქვენ. დიახ. ჩვენ მეცილოცავთ, ყველას გილოცავთ დღევანდელ ამ ახალ წელს. ღმერთმა ბედნიერება, სიხარული, ჩვენი სამხედრო განწესებულით ყველა ადამიანი, აბსოლუტურად მე კაპელანი ვარ, მოძღვარი და აქედან ვლოცავ მე იმ შორეულ აღმოსავლეთში წასულ ჩვენ ქართული ჯარისკაცებს ვლოცავ ახალ წელს და ბედნიერება და სიხარულს დაასრულოს ღმერთმა. დიდ მადლობას მოგახსენეთ მამაო დღევანდელი ჩვენი ამ ეთერის იდეაც ეგ იყო რომ თქვენ ბრძანდებით ჯარის კაპელანი და მინდოდა რომ ეს მამა დავით ლონდარიძე აქედან მოვიკითხავ ძალიან დიდი სიყვარულით მას და მის თელ ოჯახს და მინდოდა რომ აი ერთ-ერთი კაპელანი ყოფილიყო აქ მამაო და მიელოცა ჯარისათვის ბედნიერება და სიხარული ესურვა აქ იყო კიდე მამა გიორგი სამწუხარო აი ჩემ და სამწუხარო თევდორაშვილი რომელიც ძალიან მინდოდა ყოფილიყო დღეს გარდაეცვალა დედა და ის ადამიანი არის ციხის კაპელანი არის პატიმრების კაპელანი არის გახლავთ და მინდოდა რომ პატიმრების მიელოცა მაგრამ მის მაგივრად მე რაღაცა მიულოცავ აუცილებლად იმიტომ რომ თხოვა და დღეს ფიზიკურად ვერ შეძლებდა და აი ჩვენთვის ძალიან საპატივცემლო ადამიანი არის მამა გიორგი არის ჩვენი სტუმარი მოძღვარი და მამა ჩვენი და ძალიან დიდ მადლობას მოვახსენებ და ვიზიარებ აი მის წუხარებას მამაო და დიახ კაი შვილის გამზდელი დედა იყო და დღეს მე იქ ვიყავი და რა ვიცი გული მწყდება ძალიან და რა ვიცი მამაო კიდევ ერთხელ სული და გულით ვიზიარებ თქვენს წუხარებას და მამა დავითი თუ შეიძლება იმასთან დაკავშირებით თქვენი აქ მოსვლის მიზანი არა მარტო იმიტომ რომ სასულიერო პირი ბრძანდები და რაღაცა თქვენ მე ვიცი როგორ გტკივათ აფხაზეთი თქვენ ხართ იქიდან და მინდოდა რომ ამ აფხაზეთიდან დევნილი ადამიანებისათვის იმ ადამიანებისათვის ვინც იქ არის დარჩენილი მინდოდა მათთვის რაღაცა სიხარული მიგვენიჭებინა და იმედი დაგვესახა კიდე ახალი და აი ამისათვის მინდა რომ თქვენ მიულოცოთ ამ ადამიანებს თუ შეიძლება დიახ სრულიად საქართველოს ულოცავ დამდეგშობა ახალ წელს ამ დიდ სიხარულს იმედის დღესასწაულს და მომავალი წელი კიდე დაახლოების წელი ყოფილიყო შერიგების წელი ყოფილიყოს განსაკუთრებულად აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას მიულოცავ ამ დიდ დღესასწაულს და კიდევ ერთხელ აი იმ იმედის მოიმედენი ვართ რომ მალე ჩვენ ყველანი შევხვდებით აფხაზეთში ჩვენ სახლ-კარტში შობის დღესასწაულს, ახალი წლის დღესასწაულს და რა თქმა უნდა ჩვენ საყვარელ აფხაზებთან ერთად, ჩვენ საყვარელ აფსუებთან ერთად, ჩვენ ძმებთან ერთად და იმ ყველა ეროვნების ხალხთან ერთად, რომელნიც რა თქმა უნდა ცხოვრობენ აფხაზეთში და ისევ ვადიდებთ უფალს ერთად, როგორც გვიდიდებია უფალი და ამის მოსურნია ჩვენი პატრიარქი, რომლის 38 წელი იზეიმა ქართველმა ერმა ეს დიდი დღესასწაული ჩვენი მამის ყველას აღმზრდელია ჩვენიერი სულის ჩამდგმელია და პატრიარქი საოცარ სიტყვებს გვეუბნება რომ ჩვენ არავის არ უნდა მოვკითხოთ, როცა დავბრუნდებით, ჩვენს ძმებს აფხაზებს არ უნდა მოვკითხოთ არავითარ შემთხვევაში, ჩვენ უნდა შევრიგდეთ ეს ბოროტისაგან იყო და მალე დადგება რა თქმა უნდა ეს კურთხეული დღე და მშვიდობა იქნება ღვთისაგან და ჩვენ ისევ ერთად ვიზეიმებთ სრულიად საქართველოს მიწა-წყალზე, მთელი ქართველი ერი საქართველოს მოსახლეობა ამ დიდებულ დღესასწაულს. ჩვენ ამის დიდი მოიმედენი ვართ, რა თქმა უნდა. დიახ, ძალიან დიდი მადლობა მამაო ამისათვის და მე ვიცი თქვენ როგორც გტკივათ ეს ყველაფერი და კიდე შემდეგში ვისაუბრებთ ამასთან დაკავშირებით ბევრ გადაცემას გაგვიკეთებია და გავაკეთებთ კიდევაც. თუ შეიძლება მამებო, აი ამ წელთან დაკავშირებით თვითონ მინდოდა რომ ადამიანებს ძალიან ისე
მუსირებს ეს აზრი ტრიალებს, რომ რაღაცა სამწუხარო არის, რომ საქართველოში მცხოვრები ადამიანები დარჩნენ რაღაცა მაიმუნის იმედად და ყველა ადამიანი დღეს აი მაიმუნის წელი მოდის გაგვიმ, აი მაიმუნმა ჩემზე ეს თქვა, ის თქვა, ესეთ ამხელა ქრისტიანულ ქვეყანაში, ხო, ამხელა წარსულის ქონეში, ხო? რისი უნდა წამდეს, რისი უნდა ჯეროდეს ადამიანს მამაო და თუ გვეტყვით, აი რომელიმე სასულიერო პირი, რა ვიცი, თუ იტყვით ამას, იმიტომ რომ ძალიან გულდასაწყვეტიც არის, ალბათ ადამიანებმა იმდენად გაუცრუეს იმედი ამ ადამიანებს, რომ შემდეგ აი ამის შემყურე დარჩნენ და ძალიან ბევრი ადამიანი დღეს ჰოროსკოპები ეჭირა ბევრს და კითხულობდნენ, რომ აი ისა რა ქვია, ჩემთვის კაი წელია, იმისთვის ცუდი წელი და ასე შემდეგ და ძალიან გულდასაწყვეტია ეს, რომ ადამიანის იმედად კი არა, უკვე რაღაცა მაიმუნის და რაღაცა ძაღლის და ეგეთი რაღაცების იმედად არის რა და თუ შეიძლება მამო აი ამასთან დაკავშირებით რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვისაც იმედი აქვს გაცრუებული, იმიტომ რომ მინდა რომ აქედან 2016 წლისათვის ჩაუსახოთ ძალიან ბევრი იმედები მათ, რომ კარგად იყვნენ რა. მე ესეთ რამე ვიტყოდი ჩემო მამებო, რომ პირველ რიგში ესეთი აზრი ალბათ უფრო ან ურწმუნოებიდან მოდის, ან ნაკლებ მორწმუნოებიდან, კი, თავისთავად. არის ესეთი თანამედროვე მამის ესეთი სიტყვებია, რომ აქ რა თქმა უნდა საუბარია სექტანტებზე, მაგრამ მაინც ეხება ამას. ნახე, იმიტომ მაკავთ ამდენი სექტანტები, რომ თვითონ თქვენ არ ახართ მტკიცე მართლმადიდებლები. სიმტკიცე გვაკლია სარწმუნოების. ასევე ჩვენ ეს მეტყველებს ადამიანი როგორც ძალიან კარგად თქვი მაიმუნის იმედად ან ნებისმიერი თქვა მაპატიეთ ამ სიტყვაზე პირუტყვის იმედად ეს კიდე ერთხელ მეტყველებს იმაზე რომ ჩვენ არამარტო რწმენასთან წიგნთან არა გვაქვს ურთიერთობა კერძოდ მე საუბრობ ბიბლიასთან სახარებასთან წინამათა ქადაგებასთან იესო ქრისტე გუშინ დღეს და ხვალ და იგი ეს უკუნისამდე უფლის არს სოფელი, სავსება და ყოველი დამკვიდრებული მაშინა. ამიტომ მე მინდა ვთქვა, რომ ეს წელიც, ის წელიც, ეს რიცხვიც, თარსი ციფრია თუ არ არის, ყველაფერი არის ღვთისგან და არის ეს ყოველივე ადამიანისთვის. და ესეთი მიდგომა ძალიან კარგად გაამახვილე ყურადღება ჩვენთვის, პირადად ქართველებისთვის, რომელიც მართალია ხა დღეს კი არ წერია მართლმადიდებლობა თქვათ, რომ სახელმწიფო რელიგია არ წერია კონსტიტუციაში, მაგრამ უბრალოდ წერია, რომ მართლმადიდებლობა რაღაცა უპრეტესობას ფლობს. მაგრამ თუნდაც ესე იყო, ჩვენ სულ არ გვინდა არსად წერა. ჩვენ ხო ვიცით საიდან მოვდივართ, ვინა ვართ. ამათ რაც უნდა გვიქადაგონ, ჩვენ ხო ვიცით ვინა ვართ. და ამიტომ მე მინდა ვთქვა, რომ როგორც უკვე თქვი მოგახსენეთ, რომ აი ეს ყველაფერი ჩვენს ნაკლებ რწმენაზე და მე შენდობას თქო მაყურებელს ნაკლებ წიგნიერებაზე საუბრობს. მე მგონი დამეთანხმებით მამებო, თქვენ რა სიტყვით? კი, მართალია ნამდვილად იმის მაგირო რომ ქრისტეს ელოდებოდნენ თავის სულში, თავის გულში, პირიქით მაიმუნზე ფიქრობენ, რაღაც ჰოროსკოპზე ფიქრობენ. კი, ზოგისთვის უკვე ბიზნესის გახდა ეს ყველაფერი და ქვეყანა დღეს გავიარე ბაზარში ვიყავი და ქვეყანა მაიმუნის იყიდება და სახელებში აქვს ეს რაღაც. ძალიან საშინელება არის. მეცინება უბრალოდ რომ რაღაცა კიდე შორსავად რაღაცნაირად უყურებთ ერთხმათ ვესწრებით წირვას, ლოცვას, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში მაინც შორსავარ სადღაც კიდევ არა და ამ დროს ყველა სასულიერო პირი ერთს ქადაგებს, რომ ქრისტე სიყვარული და ჭეშმარიტება, სამშობლო სიყვარული და ესეთი პირიქით უფრო ჰოროსკოპისგან გარბიან უფრო სხვაგან როეძებონ სახარებაში, ბიბლიაში ის რაც მათ უნდათ, პირიქით ესენი ჰოროსკოპში ეძებენ. ეს სულწმენა არის რა თქმა უნდა, მაგრამ ვიღაცის გულს მაინც უხარია, ხო? გინდა თუ არ გინდა რაღაცას წერს, რაღაცა და იმის სიმბოლოებს მე თავზე იწყობს რაღაცას. არა, იცით რა არის ცუდი, მამებო და გიორგი რომ ადამიანები იმას კი არ აკვირდებიან და იმით კი არ ხარობენ, რომ მე მაგალითად დაბადებული ვარ ამა და ამთვის, ამა და ამ რიცხვში, ამა და ამ წმინდანის ხსენების დღეს. იხდი, არამედ იმით ხარობენ, მე დაბადებული ვარ, თქვა, უკასრავად, გველის წელში, თხის წელში, ღორის წელში და აი ეს არის, ამას იცი რა ქვია, პირდაპირ კი მართალია, სადღესწაულოა თითქოს დღევანდელი ჩვენი შეკრება, მაგრამ სატირალია, სასაცილო რო არ იყოს, ამ პირიქით, სასაცილო სატირალი რო არ იყოს, რა ესეთი თემაა რა და ჩვენ გვაქვს სიხარულის ბევრი მიზეზები გვაქვს. სადა შეიძლება რა უთხრა რომ წამთ გჯერავთ, იცი რას გეტყვიან? არაო. ხო უბრალოდ რაღაცა სიხარული რო არის ისევ აქ ჩანს ალბათ ადამიანი, ხო მამა? რაღაცა სისუსტია, ხო და
რა ვიცი, იმედგაცრუებულია და მე ძალიან მტკივა ხოლმე, იმიტომ რომ იმ მაიმუნის უკან იმ ადამიანს რამდენი იმედგაცრუება უდგას ალბათ კაცმა არიცი და გული მტკივა იმაზე, რომ ადამიანის გონება სხვა რაღაცისთვის რო შექმნა ღმერთმა და ის მაინც რომ სხვა რაღაცის, აი ვიღაცამ რაღაცა სადღაც გაუცრდა და ეხა ბოლო იმედად რაღაც მესოდებიან, მე არ ვიცი, არ უნდა ვილაპარაკო ალბათ თქვენთან ერთად მე ამაზე და სხვა თემაზე გადავალ, მამო, თუ შეიძლება რომ თქვენ გაქვთ ძალიან კარგი ლექსი აქ და ძალიან მომეწონა, იმიტომ ცოტა მხიარულება მინდა რომ და რაღაცა ისეთი სილამაზე მინდა შევიტანო და ისა რა ვქო, თუ შეგიძლიათ რომ წაიკითხოთ ეს ლექსი. დიახ, აუცილებლად, მაგრამ მე მინდა ერთ ვისარგებლო შემთხვევით და ესეთი რამოდენიმე წუთი დავიკავე ამ საკითხით. ძალიან ხშირად ისმევა შეკითხვა. დიახ. მორწმუნე ადამიანმა უნდა აღნიშნო თუ არა პირველი იანვარი. დიახ, ამასაც კითხავდით, მაგრამ კარგით, მაშინ ესე დავიწყოთ. თუ შეიძლება, მამაო და როგორ უნდა აღნიშნოს ნორმებით თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ. იცი რა არის? თავშეკავება ქრისტიანს ეს სასულიერო პირი იქნება ვერისკაცი, ხსნილშიც მართებს და მარხვაშიც. თავშეკავება, ხო? ეხლა აქ არის ესეთი მოსაზრება საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აქვს მოსაზრება, რომ აი მარხვა, ჯერშობა არ დამდგარა და ასე შემდეგ მიზეზები და რატო უნდა ვიზეიმოთ. ღმერთმა იცის ჩვენ რომელ საუკუნეში უნდა მოვევლინეთ. ჩვენ ამ ეპოქის მოსახლეობა ვართ, ჩვენ ამ ჟამის მოღვაწე ხალხი ვართ. კიდე ერთხელ ვამბობ საეროვნე და სასულიერონიც და ჩვენ ვალდებულნი ვართ მივყვეთ იმ დროს და ჟამს იმ ქრისტიანული სათნოებით და ტრადიციებით, რა დროშიც ჩვენ ღორთა მოგვავლინა. ეს ხო ესია, ეს ჩვენი მოტანილი არ არის, ეს 1 იანვრის ახალი წელი, ხო? ამიტომ მე მინდა ვთქვა, რომ იმ წესიერებაში, იმ თავშეკავებაში ნამდვილად უნდა აიღნიშნოს დღევანდელ დღეს ერს, რომელსაც უამრავი ტკივილი აქვს გუშინდელ და გასულ წლებში. უამრავი დაკარგული ტერიტორიები, უამრავი ლტოლვილი, აი მამა დავითი წეღან ვახსენეთ აფხაზეთი და ის უამრავი ლტოლვილი, უამრავი ქრივი ეს ქალბატონი იქნება თუ მამაკაცი და მე რას მომხოლ მამებო რომ სიხარულის მიზეზი ქართველმა კაცმა არ უნდა გაუშვას ხელიდან და არ უნდა გაუშვას ხელიდან და რითი მე ერთ რამეს ვამბობ რომ საქართველოს ეკლესია არასოდეს არ ეწინააღმდეგება ერულ იმ ტრადიციებს, რომელ ტრადიციას ღვთისმცნების აღსრულებას, ღვთისნებას და ჩვენი სულის ცხონებას არ ეწინააღმდეგება. პირიქით პატრიარქის უამას ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვემსახუროთ საზოგადოებას, ხალხს. და რატო არ უნდა მისცეს, მაგალითად, ჩვენმა სარწმუნოებამ, რატო გონია ვიღაცას რომ უკრძალავს ახალი წლის აღრევას, პირიქით, კიდევ ახალი წელს მოგვასწრო ღმერთმა, კიდევ ერთი წელი გავიდა. კი, ეხლა მეორე მხრიდან რო უყურებენ, რატო უნდა რა გიხარიაო, ერთ წელს მივუახლოვდი აღსასრულსო და ეხლა ადრე თუ გვიან ყველა მივუახლოვდება აღსასრულს, ხო? სამაგიეროდ ახალი თაობები წამოვიდნენ. მე მინდა რახან ეხლა მამები ვახსენეთ, დღეს მამა გიორგი თეთრუაშვილის შვილი შეეძინა პატარა გიორგი. რატო ეხლა სიხარულის მიზეზებია და მე მინდა უთხრა ჩემ როლს და ყველას რომ უნდა იმხიარულოთ, იცი რა, იმიტომ რომ შენ რო ხარ მხიარული ადამიანი, შენს გვერდზე მყოფსაც გადასცემ ამ მხიარულებას. არ აძლევ შენს გვერდზე მყოფ პიროვნებას მოწყენის საშუალებას და სიხარული, სიყვარული ეს ხო ღვთისგან არია რა, ეს ხო საცნოებაა. რა შეეხება ეხლა ლექს ეს არის რუსლან მიქაბერიძის შემოქმედება, რომელიც დაწერა 25 წლის წინ. 20-25 წლის წინ და დღეს რო შევიტყვე რომ აქ უნდა ყოფილიყავი, სხვადასხვა გუშინ წაიკითხა რუსალმა, გქონდა მიზეზი სუფრის, მოლხენის, სამარხოთ. მე მინდა ხმამაღლა ვთქვა, მიუხედავად არ იმარხვა, გქონდა მიზეზი და იქ წაიკითხა და დღეს დაურეკე და მინდა წავამეყო და წამოვიღე. საახალწლო ნატორა ისეთი წელი მოვიდეს ღიპებს დაეკლოს წონაში. ნაკლები დრო გაგვეფლანგოს ჭამას მასში და წოლაში. აღარ ყდებოდეს ქართველი დანით ჩხუბში და სროლაში. არ ელეოდეს დღეები მავთულ ხლართიან ზონაში. დედა და მამა არ იყო სირცხვილის შიშის წოლაში. ჯანღონე ზوارში ხარჯავდეთ სპორტულ გულღიარ ჩოლაში. ჩვენი ქალები ხვის ქალებს ჯაბნიდნენ ბევრი სკოლაში. სამშობლოს თავგადასავალს სრულად სწავლობდნენ სკოლაში. მრავალ ჟამიერს გალობდნენ სისხლს რომ ამყოფებს ჟრჟოლაში. გვახსოვდეს როგორ გადავრჩით ბედის ბორბალის სრბოლაში. სუფრასთან რა ბიჭებიც ვართ, ის ყოფილიყავთ ბრძოლაში. მოვიდეს ეს წელი. შვენიერი. დიახ. ძალიან დიდი მადლობა მამო ამ ლამაზი ესეთი ლამაზი საუბრისათვის და თუ შეიძლება მამო კიდე აი ესეთი რაღაც მინდოდა რომ
დამემატებინა რომ ადამიანებმა თვითონ ვერ მიხვდნენ, ანუ ჩვენ ხო საქართველოში ხო ზომა წონა არ არის, ხო რომ დაიწყებენ 29-ში ამ ახალი წლის აღნიშვნას, ეხლა რომ სხვანაირად არ გაიგონ. 7 ისე გაივლისო, საერთოდ ვერ მიხვდებიან. ანუ ეს მომენტი როგორ უნდა განსაზღვროს ადამიანმა, ანუ რა არის ნორმა, მარხველისაც არა მარხველის. მოდით, მამა დავით, თქვენ თუ გვეტყვით რა. დიახ, იცით რა არის? კი, კაი არის, იმიტომ რომ არის მომენტები, როცა რაღაცა ზოგიერთს არა აქვს ამდენი, არ ვიცი, შეიძლება ცოდნა და რაღაცა ზოგიერთი 9 საათზე თავს შუქებს რაღაცებს, რომ ახალ წელს რო გონია, რომ თუ გაათენა და ის ნახა ფეერვერკი გარეთ რო არის, მარხვა დაირხვა. ანუ ამ ადამიანებს თუ ეტყვით, მამო, იმას, რომ აღარ ჩააქრონ შუქები 12-ზე და რაღაცა ან ლოცვით შეხვდნენ, ან რაღაცით, თუ ეტყვით ეს რამე თუ არის ისეთი, თქვენ როგორ ხვდებით ახალ წელს? ჩვეულებრივად ოჯახში ხვდებით, ჩვენ მთელი ოჯახი ერთად ხვდებით, როგორც აღნიშნავს ჩვეულებრივი ადამიანი ისე სიხარულით ხვდებით, რა თქმა უნდა, მამები დამემოწმებიან აგერ რომ ჩვენ გვაქვს ორი კალენდარი, არის სახელმწიფო კალენდარი და არის საეკლესიო კალენდარი და სახელმწიფო დღესასწაულებს აღნიშნავთ სახელმწიფო კალენდრით, ხოლო საეკლესიო კალენდრით აღნიშნავთ საეკლესიო დღესასწაულებს და დღეს ჩდება ეს კითხვა, რომ ნუ თუ შეიძლება რომ რამემ დაჩtildeოს შობა ან აღდგომა, რა თქმა უნდა, ვერაფერი ვერ დაჩtildeოს. როგორ შეიძლება ქრისტეს შობამ რამე დღესასწაულმა დაჩtildeოს, თუნდაც ჩემმა დაბადების დღემ. ეს გამორიცხულია, რა თქმა უნდა და ადრე სანამ საქართველოს გასაბჭოება მოხდებოდა და ვლადიმერ ლენინი თავის დამპყრობელ ჯარს შემოიყვანდა საქართველოში და ანექსია მოხდებოდა საქართველოში, სახელმწიფოს ჰქონდა ერთი კალენდარი. როგორც ეკლესიას, ისე სახელმწიფოს ეს ჰქონდა ძველი იულიუსის კალენდარი იყო, მერე გასაბჭოების დროს შემოვიდა სახელმწიფო კალენდარი, ეს ევროპული კალენდარი და იყო მცდელობა ეკლესიის გადაყვანისა, რა თქმა უნდა, ეს მცდელობა არაფრით დამთავრდა და ამიტომ დღეს სახელმწიფო თავის დღესასწაულებს აღნიშნავს ამ ევროპული კალენდრით, ხოლო დღეს ეკლესიაში არის 16 დეკემბერი. დიახ, და 25 დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო, ეს სრულდება ეკლესიაში და საეკლესიო კალენდრით, რა თქმა უნდა, 7 იანვარი არის მაშინ სახელმწიფოში, ხოლო ეკლესიაში, დიახ, 25 დეკემბერია, ამიტომ აქ არაფერი არ ირღვევა, შემოდის ის იანვარი სახელმწიფო კალენდრის და სახელმწიფო აღნიშნავს და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას პატივს ვცემ და ამის მაგალითი მრავალი წლის განმავლობაში თავად უწმინდესი ბრძანდება, როცა ჯერ გამოდის, ესე იგი, პრეზიდენტი თუ პრემიერი ქვეყნის და შემდგომ გამოდის პატრიარქი და ყველას ლოცვით მოგვიწოდებს, სიხარულით მოგვიწოდებს, გლოცავს ჩვენი მამა, მოძღვარი ჩვენი და მასწავლებელი და რა თქმა უნდა, სიხარულით უნდა აღვნიშნოთ ჩვენ ეს. რაც შეეხება იმას, რომ სიმთვრალე ეს ცოდვაა, ეს გინა ხსნილში იყოს და გინა ესე იგი მარხვაში, ამიტომ ადამიანი არ უნდა დათვრეს, არ უნდა გადათვრეს და საერთოდ ქართული ლხინი, ეს არის სიმღერის, ლექსის თქმის ადგილი, ეს არის აკადემია და ბიბლიის სიბრძნე ზირაქეში ორი თავი დათმობილია იმის შესახებ თუ თამადამ როგორ უნდა წაიყვანოს სუფრა, როგორ შენიშვნა არ უნდა მიცეს სუფრის დროს არავის, რაღაც სადღეგრძელოსა და სადღეგრძელოს შორის ლექსი და სიმღერა უნდა ითქმოს. ბიბლიაში წერია, ბიბლია წმინდა წერილი გვეუბნება თუ როგორ უნდა წარიმართოს შენ ესე იგი სუფრა და ეს რა თქმა უნდა ქართული სუფრა ეს არის ბიბლიიდან აღმოცენებული ქართული ტრადიციები, ეს არის ქრისტიანული ტრადიციები და ახალი წლის დადგომა რა თქმა უნდა ჩვენ უნდა აღვნიშნოთ სიხარული და ჩვენ ისე ვართ ხოლმე რომ ათესავები ვიკრიბებით ხოლმე ერთად, მე მეგობრებთან აღნიშნავთ, არაფერი ამაში მიუღებელი. ჩვენმა პატრიარქმა 31-ში, პირველში და 2-ში თევზით გაგვიხსნილა და სიხარულით, რა თქმა უნდა, ვღებულობთ ამ გახსნილებას და გვიხარია და სიხარულით შევეგებებით, რა თქმა უნდა, ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. თან ისიც რა არის, გიორგი, აი მე კარგად თქვა მამაო და გამახსენდა. დღეს ახლა ადამიანებს ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა ხო არ აქვთ? რატო ეხლა რო ეკითხე, ვიცი დრო არა გვაქვს, სულ დროის დეფიციტია. და მადლობა ღმერთს, რომ სახელმწიფომ ეს საახალწლო დღეები უქმეთ გამოაცხადა, ხო ესეა? ანუ დაკავებულები არავინ აღარ ვართ სამსახურებით, ხო? პავლე მოციქული ამბობს, ურთიერთარს მოიკითხავდით ამბორის ყოფითო. მიზეზი გააქვს, რომ კაცი კაცთან მიხვიდე. ამ საქართველოში კიდე ღვინო სულ არის და კურთხევაც გააქვთ პატრიარქისგან თევზის კურთხევა კი არა, ესე იგი რატომ მოგცა, რომ ხინს უხდება, ხო? სუფრა ხინის გარეშე და ხინის სუფრის გარეშე და მე და მამა დავით დაგეთახვა, მარტო ერთს ვიტყვი ახლა ზირაქის და ძალიან კარგი და პირდაპირ ამბობს, ზირაქი რომ როგორც ბეჭედს ლალის თვალი ამშვენებსო, ესრედ უხდებაო სუფრას მუსიკაო. ხო და ეს ქართველი კაცის განუყოფელი ატრიბუტია, ქართველი კაცი ახლა ხინში ომში მღეროდით კაცო.
ომში მღეროდი და მე სულ ვამბობ ხოლმე რა მარხვა რო იწყება აუ მამა იცი ბიჭო ვეუნე მარხვა სიყვარულს კი არ გზარდავს მარხვაში პირიქით უნდა გააძლიერო სიყვარული და უნდა მოიკითხო ადამიანი კიდე ერთხელ მინდა თქვა რაღაც ზომიერება ყოველ პირდაპირ წერს ხო კი ბატონო იქ კი არ ნუ დაითვრებით ღვინითა რომელიც არ სიბილწე მაგრამ ფსალმუნი ხო ამბობს რომ ღვინო ახარებს გულსა კაცს და პური განამტკიცებს და ეს ყველაფერი ღვთისგან არის მოძებული საერთოდ რაზეა საუბარი ადამიანი ღმერთმა შექმნა ნეტარებაში და ნეტარებისთვის შექმნა ხო ეს უკვე შემდეგ პროცესები როგორ შესწოდა ჩვენმა პირველმა მამამ და ასე შემდეგ მაგრამ თლიანობაში ადამიანი ღმერთმა სიყვარულისთვის შექმნა და ამიტომ მე მინდა ვთქვა მადლობა უთხრა ჩვენს მამებსაც ეს ძალიან კარგი სიტყვა თქვა მამამ და ბევრის რაღაცა მიზეზი მომსათქმის და მიზეზი და საშუალება და უფლება გვაქვს რომ ერთმანეთი მოიკითხოთ წლიდან წლამდე რომ არ მოგიკითხავთ სულ რომ იმაზე წუწუნებთ რომ დრო არა გვაქვს დრო როგორ არა გვაქვს გვაქვს უბრალოდ საკუთარ თავს ავართ გადაყოლილები ეგეც ერთი პრობლემაა მაპატი ასეთა ჩართვას აუცილებლად დიახ ზუსტად დრო იმით აი მე ვეუბნები ხოლმე მამებო მრევლს რომ დრო იმით არა გაქვს რომ შენ არიცი დღის კარგად გადანაწილება ის 12 საათია თუ 8 საათია რაც ადამიანი თქვა გარეთ რომ იცი რატო ესეც ერთგვარი დარღვევაა ზომიერების მარტო საკუთარ თავზე საკუთარ ჯიბეზე ხო არ უნდა იფიქრო თუ სიყვარული დაკარგე თუ მოყვასი დაკარგე თუ იმისი ტკივილი აღარ გაიზიარე რა მადლით უნდა იყო მითხარი რამდენიც არ უნდა იშოვო თვის ბოლოს თუ წლის ბოლოს თუ სიყვარული არ აგაქვს სად უნდა დახარჯო საუნდა დახარჯო ხო მით უმეტეს და იცი რა არის ყველაზე მთავარი რომ მე ამას უკვე შვილებით სწავლობე რომ შეიძლება თურმე წლები ისე გავიდეს რომ ბიძასთან არ მიხვიდე ბიძაშვილთან არ მიხვიდე პაპასთან არ ჩახვიდე მაგალითად სოფელი თუ კიდე ვინმე დღეს ცხოვრობს და ამ მე მაპატი ერთ პატარა ჩანარს გავაკეთებ და თან ჩემო მამებო და გიორგი ჩვენ მოგვდის ის თაობა ჩვენი შვილების თაობა რომელმაც ამ კომპიუტერის გადამკიდე აღარ იცის ურთიერთობა აი მე გეტყვი ორი მეგობარი მივა მეგობართან ეს ჩემი შვილებსაც ეხება ჩემ ოჯახს და ყველა ოჯახს მე სულ ვეუბნები მრევლს რომ ნუ გონიათ რომ ცუდი და რაიმე ბოროტება სულ ყველაფერი ხდება სხვაგან ჩვენ ოჯახში ხდება ჩვენს ირგვლივ ხდება ის სხვაც ჩვენი ოჯახია ეკლესიურებისთვის და წარმოვიდგინე ხო მივლენ ეს ახალგაზრდები ერთმანეთთან გამარჯობა ერთ ოთახში სხედან და ერთმანეთს მესიჯებით ესაუბრებიან გესმის აი როგორც ახლა ჩვენი თქვათ რამანძილი ჩვენა გვაქვს აღარ არის აი ამ თაობაში აი ეს სიტყვა აი ეს მონატრება აი რო ჩაეხუტები ადამიანს და აი ამ თაობის შობლებმა ჩვენ და ვინც უყურებს და მე მგონი ბევრმა უნდა უყუროს დღევანდელ აი ამ ჩვენ გადაცემას მე მინდა თხოვნათ მიიღო და დარიგებათ რომ ვალდებულნი ხართ რომ მიხვიდეთ ერთმანეთთან მოიკითხოთ როგორც წეღან თქვი მოციქული ამბობს ამ ბორის ყოფით ურთიერთარს და აჩვენოთ ამ ჩვენ შვილებს რომ აუცილებელია ის მზადებაც მაინც და მაინც აქცენტი კი არ უნდა კეთდებოდეს აქ მაინც და მაინც ინდაურზე და საცივზე და რაღაც კიდე ერთხელ მინდა თქვა ზომიერება ის აი ხლა დღეს მაგალითად არის ისეთი მომენტი რა რომ ძალიან ბევრი ობიექტებია გახსნილი სასკვები თქვათ ეს არის რესტორანი თქვათ ეს კაფეები რაღაცეები და აქედან გამომდინარე მე რამე ისე თქვა რომ ოჯახები ვიცი რომელიც სახში არანაირ სამზადისს არ ამზადებს ყოველდღიურობაში განამარტოს საახალწლოდ და ოჯახს საღამოთი ერთად შეკრების არანაირი მიზეზი არ აქვს და ანეკდოტა რო აქციას ხო ალბათ ხსმენიათ წუხელო ინტერნეტი გამეთიშავ და იძულებული გავხდი რომ ოჯახის წევრთან მომიწია ურთიერთობა და არ არიან ცუდი ხალხი ყოფილანა დიახ ეს ანეკდოტებიც რეალობიდან მოდის და ჩვენ ისეთი შვილები მე კი არავის არ ვლანძღავ მე მგონი ხა მამაოს რა 7 თუ 8 ყავს მამაო რამდენი ყავს 6 ყავს მე 5 მყავს მამაო რამდენი ყავს 4 ყავს და მოდის თაობა მიუხედავად იმისა რომ სასული პირველი შვილები არიან ესენიც ამ საზოგადოების განუყოფელი ნაწილია მამი ფიზიკურად მე მოთხოვს აუცილებლად ამიტომ მე მინდა ვთხოვო ჩვენ სტოლებს ჩვენს უფროს თაობას რომ სიყვარულის სტუმარ მასპინძლობა ასწავლონ ჩვენ შვილებს თორე ამათ რომ წააკითხო დღეს სტუმარია ეს ჩემი თუმცა ემართო სიცხლისა არ ეცოდინება მარტო თეორია იქნება თუ მან პრაქტიკაში არ ნახა როგორ არის რომ სტუმრის გული შეიძლება დედას მაგალითად ან მეუღლეს წნევა კონდეს ესა თუ ის რამე ტკიოდეს მაგრამ არ აჩვენებს სტუმარს დგას და სამზადისია თავიდან ბოლომდე ეს ხო სიყვარულია ეს სიყვარულში შესაწირი არ არის შესაწირია აბა რა არის მსახურება მოყვასი მსახურება და ასე რომ მიზეზი ბევრი გვაქვს მოკეთ ისეთი გადაგებები წავიდა ლამის ეხლავის უფრაზე წავიდეთ არ ვიცი რა მე არ ვიცი მე აქედან ეგრევე მივიდივარ და ჩემი ხელით ვამზადებ რამე საჭმელს როცა დაიღო აბსოლუტურად
ყველაფერი ირღვევა, ზომიერება არის მთავარი პირველ რიგში. თუ ადამიანი ისწავლის ზომიერებას, აბსოლუტურად ყველაფერს ბრწყინვალედ დაალაგებს, ეს ახალი წელი იქნება, შობა იქნება, თუ რა დღესასწაულები ძველი იქნება, ძველი ახალი წელიც მოდის, რა თქმა უნდა, აუცილებლად ზომიერება არის და მე ყველაფერს ხალისი ექნება, როდესაც ხანდახან გადავაბავენ 1-4 დღე იქეიფებენ, უზომოთ, რასაც ვე ქართულებმა როგორც იციან და აღარ შემიძლია ვეღარავისთან ვეღარ წავალ, ვეღარ დავლე. ეს არის, ხო? ვერ აღარ შეუძლია სხვასთან სტუმრად მისვლა და ხა, კაი არის. ესეც რა ის მომწონს ხოლმე, მამაო, თქვენ რას დაამატებთ ამასთან დაკავშირებით, რომ რაღაცნაირად ის არის, რა ქვია. ძალიან ბევრი ადამიანი იწყენს, იძინებს ხოლმე 11-ზე, 12-ზე და აი როგორ უნდა შეხვდენ ახალ წელს, რომ მე ეს განწყობა გადავიდეს იმაში, იმიტომ რომ მე უკვე შემდეგ რაღაცა ბედობისთვის ემზადებიან და რაღაცა სისულელეების ჯერათ ხოლმე რა. ბევრია გიორგი, აიგეთ, ეხლა მე ამის ხალისი არა მაქვს და იმდენი პრობლემები მაქვს. ხანდახან აი პატრიარქი ხშირად ბრძანებს, რომ როცა რაიმე პრობლემა მქონიაო, ჩემ თავსო ზემოდან უყურებო, ზემოდანო და ხვდებიო, რომ ეს პრობლემა, ეს მიწიერი დროებით პრობლემა არაფერს არ ნიშნავს იმ მარადიულობასთან რა და ამიტომ მე მამაო სანამ დაიწყებ შენდობას გთხოვ რა. დიახ, არა, როგორ გეკარგო. ხო და ესეთი თქმაც მე მინდა ვთხოვა ყველას, რომ არ არის კარგი. აი არის ესეთი მიდგომა, ქრისტიანებს აქვს ესეთი მიდგომა რა, რომ არის ადამიანი რომ ცუდად არის, მაგრამ თავის თავს აძლევს სტიმულს. ვარა. რომ არანაირად მე ცუდად არა ვარ რა. უფალი მწეჩემ და არს. და აი ამ ხალისს უნდა შეხვდეთ, იმიტომ რომ თუ ვინმეს რაღაც ესეთი რაღაცა აი მიდგომა აქვს, რომ მე ახლა ამის დრო არა მაქვს, მე ახლა ამის ხალისი არა მაქვს, პირიქით ერთი ადამიანი, ყოველი თითო ადამიანი არის პატარა სანთელი, რომელიც ძალიან დიდ მოცულობას ანათებს ოთახში და თქვენ პატარა სანთლები ხართ, რომელიც თქვენს ირგვლივ მყოფებს ძალიან დიდ სტიმულს აძლევთ და არანაირად არაფერი მიზეზი არ გაქვთ იმისი, რომ მოიწყნოთ. მიზეზი გაქვთ, გვაყურთხა უფალმა, მოგცა სიცოცხლის ჟამი, შეგვახვედრა კიდევ ერთ წელს და ერთგვარად მე მგონი უმადურობაც იქნება, რომ ჩვენ რო რაღაცა მაპატეთ ესე უჟმურად და უხასოდ რო შეხვდეთ აი ამ ყველაფერს და მაპატე მამადავი გთხოვ გააგრძელოთ ჩაგეჭერით. აი ახლა აქ რომ მოვდიოდი, მაგვიანდებოდა ძალიან გიორგი მირეკავდა აგერო, შეიძლება დაგაგვიანდესო და ესე იგი დაგვიანების მიზეზი რა იყო, რომ მრევლთან ვიყავი ახსარებაზე და სახში ვიყავი და ესე იგი ვუთხარი რომ ესე მივდივარ მეთქი, ძალიან მეჩქარებოდა და მცრემლით მევედრებოდა რომ არ წახვიდეო, რომ თუ ახლა არ გითხარიო, ვერასოდეს ვერ გეტყვიო ჩემ ტკივილსო როგორ მიჭირსო და მომიყვა თავისი ოჯახის განსასწრელი მთელი ცხოვრების თუ რა გადახდა ამ ადამიანს და ესე იგი სულ აი ვეფერე თავზე ვაკოცე და ისე წამოვედი მე ვთხარი გაძლიერდი, გამხნევდი და აი ეს ახალი წელიწადი არის აი იმედის დღესასწაული რა. ადამიანს უნდა მოიკითხო, ჩაეხუტო, მოეფერო. აი ადამიანებს ერთმა ამხსარებელმა მითხრა თანამდებობის პირია რომ მეო, როდესაც მოდიანო ჩემთანო ადამიანებიო, რაღაცა ფინანსური დახმარება რო ჭირდებაო, გვერდში დგომაო, ამას რო გაუკეთებო, მაგრამო ტკბილი სიტყვით თუ არ გავისტუმრეო ეს ადამიანიო რა, უკმაყოფილო მიდისო ვამჩნევო და თუ კი მოვიდაო ადამიანი და ვერ დავეხმარეო მასო, აი ფინანსურად ვერ გაუწევთ, მაგრამ ყურადღება ბოლომდე მივაქციო, ეს ადამიანიო მიუხედავად იმისა, რომ ვერ დავეხმარეთო, მიდისო ბედნიერიო. ანუ დღეს ადამიანებს მოფერება აკლია, სიყვარული აკლია და აი ამ სიყვარულის დღესასწაულია, იმედის დღესასწაულია და რა თქმა უნდა, ყველა უნდა მოვიკითხოთ, ყველას უნდა მივწეროთ, ყველას მიულოცოთ ახალი წელი და ვანუგეშოთ ყველა ადამიანი, ჩვენთან გვერდში მდგომი ადამიანი, მით უმეტეს მარტო მყოფი ადამიანი. აუცილებლად ყველა უნდა მოვიკითხოთ, ყველას ვუსურვოთ კეთილდღეობა და ეგ სიტყვა ყოფნის ადამიანს რა. ვერ ეხმარები ადამიანს, ტკბილი სიტყვით მოიკითხე, ესე ყოფა ადამიანს მეტი არაფერი არ უნდა რა და აი ეს ნამდვილად ყველა შეგვიძლია რომ ყველა ჩვენთან მდგომი ადამიანს გვერდში გულში ჩავიკრათ, ვანუგეშოთ, ერთმანეთს თანადგომა აღუთქვათ, უთხრათ რომ შენ თუ დღეს გიჭირს, ხვალ აუცილებლად ესად იქნები და ჩვენ დავირაზმებით ამისათვის და მამა გიორგი და მამა ჩვენ ვიცით რომ მრევლი როგორ არის მობილიზებული ერთმანეთთან, როგორ მრევლი ერთმანეთს როგორ უდგას, როგორ ეხმარებიან ერთმანეთს და მრევლის, ამიტომ ეს საზოგადოება ძალიან საინტერესოა ეკლესიაში, რაც შეიძლება ხშირად უნდა მოვიდეს ადამიანი და ინუგეშოს, დაინახავს სხვა საზოგადოებას, არაჩვეულებრივ ადამიანებს, სადაც არიგინებიან, არიწყევლებიან. ერთადერთი ადგილი დარჩა მამა გიორგი, დავიმოწმებით რომ სადაც არიგინება ადამიანი. მამათა რა შეიძლება დავამატო, იცით რომ თუ შეიძლება ბოდიში ვიხდი რომ დაინახავს ისეთ ადამიანებს
ვისაც 10-ჯერ უფრო მეტად მათზე უჭირს, მაგრამ ბედნიერია. სულ ხალისიანი. დიახ. აი ეს მომენტი ძალიან გასათვალისწინებელია. სულ არის ხალისიანი და ბედნიერი მოდის, გაღიმებული მოდის, იმიტომ რომ ქრისტე ახარებს მის გულს. ის აღმსარებელია და ქრისტეთი ცხოვრობს. მამა გაბრიელს რა ახარებდა? არაფერი არ ქონდა. ყველა ჩვენთანგანზე ბევრად უფრო ნაკლები ფინანსური მდგომარეობა ქონდა, საერთოდ არაფერი არ გააჩნდა. ერთი კელია ქონდა და იმასაც გატეხილი ფანჯარა ქონდა იმ კელიას, მაგრამ ყველაზე მდიდარი იყო. ყველას იქით გვახარებდა, ყველას გვანუგეშებდა. რა ქონდა? ქრისტე ქონდა. და აიმიტომ ეს ქრისტე რო შეიძინოს ადამიანი, ის უნდა დადიოდეს ეკლესიაში და ქრისტეთი ცხოვრობდეს და ღმერთმა არ მოუშალოს საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას ქრისტეთი ცხოვრება. და ეს იმედი მიცეს უფალმა ღმერთმა. მართალი მამები. აი ზუსტად სიხარული გამოიხატება ხოლმე, მე გზნობ ხოლმე, წირვა რომ დასრულდება უკვე, სულ ბოლომდე დელის გაიმოსება, გამოდის და გახარებულები რომ შემოგციცინებენ. უკვე უნდა წავიდნენ და სულ სიყვარულით მიდიან, სიყვარულით შორდებიან. ეს არის ეს დიდი მადლი, რომელიც ქრისტემ დაგვიტოვა, მოგცა ამ წირვით და ეს გადაგვაქვს მითუმეტ ეს მიაქვთ ხალხის გულამდე და მე გახარებულები მიდიან. კიდე მე ერთი კვირის შემდეგ კიდე ანალოგიური. რა ვიცი, ვინც არ ესწრება ხოლმე ხარდახა ბევრჯერ აი გავაცდინე არ ვიყავი და რაღაც მტკივა გული, რომ ერთი წირვა ვერ მოვედი, რაღაც მიზეზი მქონდა, საქმე მქონდა. მაგრამ დღეს უხარ მეთქე, დღეს ხომ მიხარ გახარებული მეთქე. კი, მამაო, დღეს მიდივარ, ჩაგიკრავს, ჩაგიხუტება, რა ვიცი, ამაზე ბედნიერება არაფერი არ არის და ანალოგიური ახალწელსაც იგივე არის, თითქმის, რომ ხალხი ყველა ხარობს, სადაც 12 საათი შესრულდება, ყველა ურეკავს ერთმანეთს, თუ ახლოს ცხოვრობენ, ხვდებიან, სახლებში გადადიან და არიან ერთი სიტყვით ესე დიდ სიყვარულში. ნიკოლოზობა და ბარბარობა მარხვაშია. არა უნიშნოთ ახლა ხელა დღესასწაული, ხარების დღესასწაული ძირითადად სულ ყოველთვის მარხვაშია, ბზობა სულ მარხვაშია, ფერისვალება სულ მარხვაშია და დიდი დღესასწაულები ემთხვევა ხოლმე მარხვით და აღნიშნავთ გიორგობა. რამდენჯერ ხდება ოთხშაბათი პარასკევი, როგორ არ აღნიშნავთ მერე? ძალიან კარგად აღნიშნავ და მე რა რო ეს ახლა სახელმწიფო დღესასწაულია, იმედის დღესასწაულია და ყველას ესე იგი მართებს ამის აღნიშვნა ძალიან კარგად. აი წი რა არის? არა, აღნიშნა გმართებს, მაგრამ თუ არ ვწდები შარშან აი საშობაო ეპისტოლეში უწმიდესმა გაამახვილა ამ საკითხზე ყურადღება, რომ აღნიშნა არ უნდა იყოს, ანუ არ უნდა იწყებოდეს და არ უნდა მთავრდებოდეს კუჭით. და მოცლით რა. აი ეს არის. აღნიშნა სწორედ აი ამაზე საუბრობთ, თელი უკვე რა ვიცი, 9 საათზე მეტია, რომ სიხარული პირველ რიგში უნდა მიიღოს სულიერი სიხარული რა. საქმე იმაშია, რომ მოწყენილი გული სხვა სიხარულს ვერ მიანიჭებს, ხო ესია და აი ჩვენ რას დავწოცვამს ვახსენებ ზომიერებას. პირველ რიგში აი ამ წირივით უფალთან ურთიერთობით, იცი, აი ხა მე ერთი ადამიანის ახსერება მივიღე, ხა იმასაც ვეუბნებოდი რა, რომ უფალი სიყვარულია, გარდა იმ ლოცვებისა, რასაც ჩვენ მკითხულობთ წიგში. ამის გარდა შენ შეგიძლია ესაუბრო უფალს, როგორც ჩვენს მამას, როგორც ჩვენ მეგობარს. უთხარი რომ უფალს როგორ მიყვარხარ უფალო, შემეწიე, მიხვდი არა მარტო ის კანონიკური ლოცვები, ეს რა თქმა უნდა კარგია საეკლესიო თუ პირადი. მაგრამ გულით ურთიერთობაა ყველაზე მთავარი. როგორც მე მესაუბრები მეთქი, როგორც მეგობართან ზიხარ, ხო, სხედვართ ჩვენ და საუბრ. ესე მიდი უფალთან და მიიღებ სიხარულს, დამეწმუნე, აუცილებლად მიიღებ რა და ამიტომ აღარ მინდა რა მობეზრებას მონატრებას ჯობიაო და არ მინდა მოვაბეზრო თავი და მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ გისურვებთ თელი მამები რომ სიხარულით აგისვათ უფალმა გული მაგრამ როგორც ილია იტყო და დიდი ილია მართალი სულ ღმერთმა თავისი ქმნა ცოტა ჩვენც უნდა გავიხარჯოთ ჩვენც უნდა გავანძრიოთ ხელი ტვინი გონება და ჩვენც უნდა მივიღოთ ბევრი რამე სიხარულად რაც არ არის იცი არის ესეთი კარგი გამოთქმა გიორგი რომ არის ადამიანიო რომელსაც სუ პრობლემა აქვს და მერე როცა პრობლემა არა აქვსო ისა აქვს პრობლემა რომ პრობლემა აღარ აქვს მიხვდი ეს საქართველოს ცხოვრებზე ალბათ საუბარი ალბათ რა ვიცი ის მარტარია კარგად არ უთქე და ამიტომ იცი ჩვენ მე შენდობას ხო ყველას მაგრამ გარკვეულწილად რაღაცა მივეჩვეთ იცი სულ რაღაცა შენდობას ხო წუწუნს რო თითქოს ყველაფერი კარგად არის რა მაცხოვრის სიცხლთა ვართ გამოსყიდულები და ნურაფრის ნუგეშინიათ რა მე ხლა შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ ხლა ამათ რა ენაღოლებად ვინც ხა ეკლესიას განიკითხავს და სასულიერო პირებს განიკითხავს და იმას შემოჩერებიან ჩვენ რა გვაცვე და რა მანქანები დავდივართ იმ ხალხისთვის ეხლანდელი ჩვენი საუბარი არაფერს არ ნიშნავს ხო ხმამ ღაღადებლისა და პირიქით განკითხვის მიზეზი მაგრამ მამაო მეტროთი მოვიდა მინდა აღვნიშნო მე გელაპარაკი ბატონო სასულიერო პირი და არ ვიცი რა ეხლა ბატონო მაგრამ მოწყენილები რა ვიცი ხლა მღდელი რო იყოს ეხლა თუნდაც აი მაგ მიზეზი თქვა სულ ამბობ რომ მღდელი ეს არის მაგალითი სიმამაცის ვაშკაცობის, ერთგულების, შენთვის თავგანწირვის, ხო, მაგას ვამბობ. და
ჩვენ თუ მოწყენილები არა ვართ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაცა პრობლემა არ გვაქვს. პრობლემა როგორ არ გვაქვს, მაგრამ მე რომ მოწყენილი ვიყო და სახელდა რომ გამოდივარ, იქ არ დავტოვო ის პრობლემა, რაც ჩემი პირადია, ხო? ის გაჭირვებული რომ მოდის, მამი, ეკლესიასთან რო გავაჩერე მანქანას. უნდა ნახო, ან მამებო, თქვენ რომ მიზანდებით, ეკლესია საკამარისია დაგვინახოს, ხო? რაღაცა ნაწილმა რევლის იქნება თუ ლახაკების. თქვენ ნახავთ იქ, დილა საღამომდე სუცრემლიანი ხალხია და მეც რომ მოწყენილი ვიყო, იმას ნუგეში როგორ უნდა ვცე? და მე ერთი რამე მინდა თქვა რა, წმინდა მამა ივანე ოქროპირი ამბობს, რომ ქვეყანა წაბილწაო, იმ აზრმაო, რომ თითქოს პატიოსნად ცხოვრება მხოლოდ მღვდლების და ბერმონოზნების მოვალეობაო. და ასევე მე ვიტყოდი რა, არა მარტო ცხოვრებაზე, ასევე მე მინდა თქვა, რომ სიხარული მარტო მღვდლების ვალდებულება არ არის. თქვენ, ჩვენო მაყურებელო და ჩვენო ერო, ვალდებულნი ხართ გიხაროდეთ. აბსოლუტურად. პრობლემა მე მესმის, იცი დღეს ვიღაცა იტყვის, რომ აი უამრავი ადამიანია, ხო ვიღაცა საწოლს არის მიჯაჭული, ვიღაცა საპრობილეშია, ვიღაცა ტყვეობაშია, მესმის. ეს ყველაფერი მესმის, მაგრამ ჩვენ რო ამის გამო დავღონდეთ და ხელში სულ ცრემსაწმენდი გვეჭიროს, არ გამოვა ეს. ამით ჩვენ ვერაფერს ვერ ვუშველ და მივეჩვევით უკვე მიჩვეულ წუწუნს. ეს კიდე ძალიან ცუდი რამეა. მაპატია ცოტა ბევრი გამომივიდა ახლა. მადლობა, მამო. თუ შეიძლება აი ამასთან დაკავშირებით მინდა რომ ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ხვდება საკუთარ სახლში, უცხოეთში არის და მე ახლა ამ ადამიანებს ვეძახი გმირებს, იმიტომ რომ დღეს ვიღაცა საკუთარ სახლში კარგად რო ხვდება ახალ წელს, ეს ადამიანები იმის გამო შრომობენ უცხოეთში და უგზავნიან და რომ მისი ოჯახის გამო გადადო თავი და ძალიან ბევრი მინახავს რომ აი იგივე ინტერნეტით, იგივე იმით რომ Skype-ით ერთვებიან თავის ოჯახს და იქიდან ულოცავენ და ასე შემდეგ რა. აი მინდოდა რომ მათთვის მიგელოცათ მამებო პატიმრები რომლებიც ძალიან განიცდიან იმას რომ მისი ოჯახის წევრები სახლში არიან და თვითონ რაღაცის გამო მოხდნენ იმაში საპრობილეში თუ შეიძლება მათ თუ ანუგეშებთ იგივე სნეულებს რომლებიც სიტყვაზე ლოგინათ არიან ჩავარდნილი ან ამ დროს ავადმყოფოში უწევთ ხო ყოფნა თუ შეიძლება რომ ისინი ანუგეშო და მე აი გულით გილოცავთ მაგრამ ეს ადამიანები რომ მოგილოცავენ სულ სხვა არის და აი მამა დავი თუ მიულოცავთ დიახ იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქალბატონი ახლა უცხოეთიდან ისე გული მწყდება ხოლმე შვილებს იმით Skype-ით ერთვებიან და 12 საათს მათ აი რამხელა სიყვარული და სამაში რომ რაღაცა და ჩვენ კიდე შეიძლება ვიღაცა სახში 12 საათზე გადაბრუნდეს და დაიძინოს და თავის შვილებს არც მიულოცოს ხო აი აქ ეს არის თან გასათვალისწინებელი რომ რამდენისთვის ოცნებაა და შენთვის შეიძლება არაფერი არ იყოს ახაც რეალობაში აქ გაქვს და თუ შეიძლება მამო თუ მიულოცოთ იმ ადამიანებს ძალიან დიდი ტკივილი არის თითოეული ადამიანისთვის იგივე აი ჯარისკაცები რო ხავთ რა თქმა უნდა მე შევეხები ჯერ ციხეში რომელიც ზის კი შეიძლება ფეხი 30 რაღაცა წოდოში ჩავარდნენ სიმძიმე აი კიდე ციხეში წავიდნენ მაგრამ ნანობენ ხო რა თქმა უნდა არ არსებობს ადამიანი იმ წუთში ვერ აფიქსირებს მე როგორ ციხეში რო აფიქსირებს და ღმერთმა დაალოცოს ღმერთმა გააძლიეროს და თავის დროზე რა თქმა უნდა კანონი ყველაფერს ითვალისწინებს არის შეწყალებები ახლა დგება შობისთვის და გამოუშვებენ ბევრს ღმერთმა გაახაროს დაალოცოს ძნელია მართალია მაგრამ დგება ხოლმე შეხვედრები ხშირი არის ხოლმე პატიმრებთან ავადმყოფები ავიღოთ რამდენი არის რომ უძლურებაში არის მყოფი და ვერ ახერხებს ესეთ მხიარულებას როგორც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენ ვახერხებთ და სხვა მრევი და მოსახლეობა ღმერთმა დაალოცოს გააძლიეროს მე მინდა ის ბიჭები დაულოცო ის აი ჩვენი ჯარისკაცები ვინც შორეულ აღმოსავლეთში იცავენ მსოფლიო ამ დიდ წესრიგს რომელსაც ვეხმარებით ჩვენი ჯარისკაცები ძალიან მძიმეა რა თქმა უნდა ეს კაი საშუალება არის ჩართვა Skype-ით ერთმანეთს ესაუბრებიან სულ ყველას აქ თითქმის და აქედან თუ მიდიან კიდევაც ემზადებიან ნოუთბუქები მიაკთან ერთმანეთს და ყოველთვის კონტაქტი დგება ყოველ საღამოთი თუ არა კვირაში ორჯერ სამჯერ მაინც დგება და ველაპარაკებით ერთმანეთს მე არ ყოფილა მაგრამ მამა უშეფერებულია რომ აუცილებლად შენც მოგიწევს წასვლა ავღანეთშიო და მე მზათა ვარ ჩვენ ბიჭებთან ერთად მის გვერდზე ვიყვე. დაულოცო ღმერთმა დაალოცოს გაახაროს, ბედნიერება მისცეთ, სიყვარული მისცეთ და ყოველთვის სამშობლოს ემსახურონ ისე იმ შორეულ ქვეყანაში სადაც არიან. ისინი სულით მაინც აქ არიან. ისეთ ლამაზ ქვეყანაში გვეცხოვრო, სულ ჯარისკაცი სულ არ ყოფილიყო საჭირო, აი ამას უსურვებდი რა. დიახ თუ იტყვით, მამო, აი თქვენ რო აფხაზეთ დაიბრუნეთ მაგის შემდეგ. აუცილებლად იქიდანაც
იქიდანაც გვექნება აუცილებლად ჩართვა და მე ვიტყვი რომ ჩვენ მამებო კარგი წესი გვაქვს ქართველებს რომ განსაკუთრებულად აი განვლილი წლის განმავლობაში თუ ვინმესთან რაღაც შეხება გქონდა და კეთილისყოფელია ჩვენი აი მაგ ადამიანებს განსაკუთრებულად მოვიკითხავთ და ასევე უძლურებას აშინემყოფ ადამიანებს განსაკუთრებულად მოვიკითხავთ. უპირველეს ყოვლისა მამა გიორგი თქვენ კარგად ვზანეთ რომ ადამიანი მადლობელი უნდა იყოს ღვთისა. მან მადლობა უნდა შეწიროს უფალს იმისათვის რომ ცოცხალი მოვიდა აქამდე და ფარველი ანგელოზი ყოველთვის გვერდში ყავდა უფლისაგან დადგენილი ამ ადამიანს და ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს და პატრიარქი ძალიან დიდად გვასწავლის ჩვენ მშობლების პატივისცემას და მე ვფიქრობ მამაო რომ ჩვენ უნდა მივიდეთ ჩვენ მშობლებთან და ლოცვა-კურთხევა ავიღოთ და მათ მადლობა უნდა გადაუხადოთ ჩვენს მამებს რომელმაც ჩვენ დაგვბადეს ჩვენს დედებს რომელთაც ჩვენთვის იღწვიან ეს შვილებს ეხებათ განსაკუთრებულად და ხელზე კოცნით ჩვენ მშობლებს მადლობა გადაუხადოთ შვილებო რომ ისინი შრომობენ იღწვიან და ისინი არ არიან ესე ვთქვათ დაპროგრამებულნი და ისე არ არის საქმე რომ ესე ყველაფერი უფლი უნდა ღვარონ და ესე თქვენი მოფერების და მადლობის გარეშე ეს ყველაფერი გააკეთოთ ჩვენ უნდა დავაფასოთ შვილებმა აი ამ ადამიანებს განსაკუთრებულად უნდა მადლობა გადაუხადოთ და ყველა ჩვენს კეთილისყოფელს მეგობარი რო ყავს გვერდში ეს ისე კი არ არის თავისთავად ის რო გვერდში გიდგა შენ უნდა მიხვიდე იმ მეგობართან და მადლობა უნდა გადაუხადო მეგობარო ჩემო საყვარელო ძმაო და ჩემო დაო რო შენ მყავხარ ეს იქნება შენი ოჯახის წევრი თუ ეს იქნება შენი გვერდში მყოფი რომელიც შენ ყოველდღიურად ხედავ და ის ჩვეულებრივად დგას შენს ცხოვრებაში და ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი კარგად მოვიხედოთ ჩემო საყვარელო და ჩვენ დავინახავთ რამხელა მდიდრები ვართ რამდენი სიმდიდრეა ჩვენს გარშემო და ყველა ადამიანს ალბათ აი ამ ახალ წელს ჩვენ ყველას უნდა მოვეფეროთ ყველას მადლობა უნდა უთხრათ და უსურვოთ კეთილდღეობა მომავალი წლისათვის და აი ეს დღესასწაული არის რომ ადამიანი დაფიქრდეს ერთი წელი ემატება შენს ცხოვრებას კიდე და რომ დალოცვილი იყოს და ნამდვილად ამ დღეს უნდა დაილოცოს ადამიანმა. ნამდვილად უნდა შეეგებოს ახალი წლის დადგომას და შეეგებოს რა თქმა უნდა იმ სიხარულით რომელიც მოაქვს ამ დღესასწაულს. გაიხარეთ, მამებო, რა ვიცი. არ ესეთი ლამაზი გადაცემა ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე. ძალიან ლამაზი ადამიანები ვიზანდებით ჩემი სტუმრები და თქვენ რა სიტყვით მამა. მე ერთ რამე დავამატებ გიორგი და ჩემო მამებო რომ პირველ რიგში აი მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თხოვო მამებს და აი დღეს 59 დღეა საავადმყოფოში წევს ოზოლსის ირაკლი ჭინჭარაული, კარგი პოეტია აი ეს. და მე მინდა მოიხსენიოთ ლოცვებში და მინდა ვთქვა, თუნდაც მის სახით, აი წეღან ყველა კეთილ ვინ ზოგის არცეს არ მიჯაჭული, ზოგი საპრობილეშია, ზოგი რაღაც, მაგრამ ამათ მე მინდა უთხრა ნუ გეშათ, არა მარტო მიულოცო რომ თქვენ განსაკუთრებით გწყალობთ უფალი. იმიტომ რომ უფალი ხო ამბობს რომ საპყრობილეში ვიყავდა მინახულეთ, ნეული ვიყავდა მოხდა, შიერი ვიყავდა დამაპურეთ და როცა ეკითხებენ როდის გიხილეთ და რაოდენი უყავთ ერთ მცირე ძმათაგანს, იგი მე მიყავთ. განსაკუთრებით გწყალობთ უფალი და თქვენს ლოცვას განსაკუთრებული ძალა და მადლი აქვს და როგორც ჩვენი უწმიდესი ხშირად გთხოვს ხოლმე არც გვაკურთხებს, გთხოვს ხოლმე რომ პირველ რიგში სამშობლო მოიხსენიეთ რა და თქვენი ლოცვა ალბათ ცეცხლის ალივით აიჭრება ზეცაში და მინდა ვთხოვ ამ ხალხს რომ თქვენ გამორჩეული ხალხი ხართ. თქვენ არ იფიქროთ რომ დღეს თუ რაღაც გარკვეულწილად ზოგი რაღაცა ნუ განსაზრდელი გაქვთ ამით რაღაცა ტრაგედია. თქვენ ხართ გამორჩეული ხალხი ღვთის წყალობის ქვეშ, ღვთის მფარველობის ქვეშ, პატიმრები, ტყვეობაში მყოფნი თუ არიან, სნეულებაში ვინც არიან, უცხოეთში ვინც არიან, ჩემო გიორგი და ენატრებად სამშობლო, იმათ გულის შემოსრულებას ღმერთი არ შეიწირავს. როგორ შეიძლება? მაგრამ ვამბობენ, ერთი ადამიანი მაჩვენეთ, ვინც უფალს მიენდო და გაწმილებული დარჩა. სამყაროში არ არსებობს ეგეთი ადამიანი. ამიტომ მე მინდა ყველას უთხრა რომ ნურაფრის ნუგეშინიათ მე წეღან ყველა კი არ თქვი სიტყვის მასალად ქრისტეს სისხლით ვართ გამოსყიდულნი ბოროტისაგან და მე მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ რომ როცა ილოცოთ პირველ რიგში სამშობლო მოიხსენიოთ ჩვენი სამშობლოს ერთიანობა და ძალიან კარგად თქვი აი ხა ჩვენ მამებს კიდე ცალკე ალბათ უბრალოდ დრო აღარ არის და განსაკუთრებით ვილოცოთ რომ ჩვენი პატრიარქი დიდხანს გვყავდეს რა იმიტომ რომ მე სხვათა შორის აი წეღან აღნიშნვაზე წავიდა და მე სახში მაქვს ერთი განსხვავებული სასმისი, სადაც ვლოცავ ერთად საქართველოს პატრიარქს გაუმარჯოს და პატრიარქი საქართველოს გაუმარჯოს და ღმერთმა გვახაროს, ეს არის ჯილდო. ამინ. კიდე რამოდენიმე აწლეულები ღმერთმა გვახაროს იმ ჯილდოთი, რასაც უწმიდესი და უნეტარესი ჩვენი მამამთავრობა ქვია და იმ დროს მოგვავლინა ღმერთმა ჩვენ ამ წუთის სოფელში. როცა
ჩვენი ერის მამამთავარი არის უწყნეს და უნეტარესი ილია მეორე და მადლობა უფალს ყველაფრისათვის. ჩვენ მიზეზი ბევრი გვაქვს, წეღანასაც თქვი, არა მარტო სიხარულისა, იმისა, რომ კარგად დავფიქრეთ, რომ კი არ ვიწუწუნოთ, მიზეზი ბევრი გვაქვს იმისა, რომ მადლობას ვირადეთ უფალს რა. მე არანაირი შოვინიზმზე არ ვისაუბრებ და ჯვარი გვეწეროს და რაღაც, მაგრამ მე ესეთი აზრი მაქვს, მე მიზეზი მაქვს იმ სიხარულისა, რომ ვარ მართლმადიდებელი. მიზეზი მაქვს სიხარულისა, რომ ვარ ქართველი მართლმადიდებელი. მიზეზი მაქვს იმ სიხარულისა, რომ ვარ ქართველი მართლმადიდებელი საქართველოში მცხოვრები. და ჩემი წინაპრების მიწაწყალზე ვიზდები და მიზეზი მაქვს იმ სიხარულისა, რომ პატრიარქის დროს ვარ მე. აი ამ ეს არის ყველაზე დიდი მიზეზი, რაც კი შეიძლება მე არ ვიცი. მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, არც არასდროს დავიწუწუნებ არაფერზე, იმიტომ რომ იქ მომიწია ყოფნა, სადაც ჩვენი უწმინდესია და იქ მორჩენილია. აი რაღაცზე უნდა ვიწუწუნო. აი მე არ ვიცი, არ არსებობს უკვე წუწუნის არანაირი სტიმული და არანაირი ის, იმიტომ რომ გვერდზე რო გავიხედა ამ ხელა სიხარული რო გაქვს. რა უფლები ძალიან უნამუსო უნდა ვიყო რომ ვიწუწუნო და მე აი ღმერთო მართლა არასდროს აი სულ ამბობ ხოლმე და რა ვიცი მინდა რომ არასდროს არ ვიწუწუნო რა ყოველ შემთხვევაში. მამო თითო სიტყვით თუ შეიძლება წუთი დარჩა და თუ დალოცავთ კიდე და რა ვიცი მეტი რა ვიცი დიახ მე ერთ ვიტყვი რომ აი мама გიორგისთან მიწევდა 10 წლის უკან ვაკის სამებაში მსახურობს მე დავითნე ვიყავი და სულ მაშინ ძალიან დიდი შეხება მქონდა და მშურდა მამაოსი იმისა რომ ესე იგი იერუსალიმში არ მიდიოდა ხოლმე რა და რატო არ მიდიოდა საქართველოს მომალოცაო რა ეს არის ჩემი იერუსალიმიო და არც უნდა წავიდეთ ქართველებო არსაიდან სამშობლოდან არავინ არ უნდა წავიდეთ პატრიარქი სულ ამბობს რომ ლუკმაპურის საშუნად მშობლები მეუნებოდნო სამშობლოს უნდა ტოვებდო ეკლესიაში უნდა ვიაროთ უნდა ახსარება უნდა ვთქვათ ვეზიაროთ მადლი თავივსო და აი ეს მადლი გაგვაძლებინებს ჩვენ ეს გვაკლია ჩვენ სითბო გვაკლია ღვთის მადლი გვაკლია მამაო რა სულიწმინდის მადლი როგორც კი ამით აივსება ქართველი ადამიანი და ამას უსურებ ჩემს ქართველობას ჩემს საქართველოს რომ მადლი თავსებულიყავით და ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს სამშობლოს ძალიან დიდი მადლობა მამაო ძალიან ბევრი რა ვიცი ბევრი გასაჭირი გვაქვს რაღაცა და ძალიან გთხოვთ და აი ღმერთს ვევედრებ მართლა და რა ვიცი ყველას რომ აღარ ქონოდეთ უიმედობა ამ წელს მე გისურვებდით ამას სამწუხაროდ ჩემი დრო იწურება სამშაბათ საღამოს 9-ის ნახევარზე დაგემუნდებით ჩემი სტუმრები გახდნენ მამები რომლებიც ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის ძალიან კარგი იქნებოდა მამა გიორგი თევდორაშვილი ყოფილიყო და თუ შეიძლება ახლა დედა გარდაიცვალა მეც ახლა მოხსენებაზე წავიდა საუბარი უამრავი მაყურებელი ყავს მსმენელი და მზია მოიხსენიონ იმიტომ რომ უმაგრესი შვილის და ჩვენი მშობლის გამზდელი არის და მოიხსენეთ თუ შეიძლება ეს დავასრულებ სამშაბათ საღამოს 9-ის ნახევარზე დაგემუნდებით უკვე 2016 წელს როგორც მამა დავითმა აღნიშნა ევროპული კალენდრით დროებით მე გახდით გიორგი დარასელია დიდ მადლობას მოგახსენებთ მამებო მობრძანებისათვის და გული არ გაიტეხოთ ყველაფერი იქნება იმაზე კარგად ვიდრე თქვენ გონიათ კარგად ზანდებოდეთ